ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ ჰამასთან შეერთებაზე საუბრობს და ქვეყანას ლიბანის საზღვრიდან თავს ესხმის. ტერორისტული დაჯგუფება იმუქრება, რომ ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი ცოტა ხნის წინ დარტყმები მიიტანეს ჰეზბოლას სამიზნეებზე. ასევე ღაზაში მოკლულია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც საკანონმდებლო ბიუროს პირველი ქალი წევრი იყო. ამ ფონზე კი ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში კიდევ ერთი მსოფლიო ლიდერი ჩადის. ბრიტანეთის პრემიერის შეხვედრების მიზანია კონფლიქტის გაფართოების თავიდან არიდება. თეა თეთრაშვილი და დავით ახალაძე ბოლო ცნობებით ისრაელიდან. დიახ, ლუკა, ამ წუთებშიც განაგრძობს ისრაელის არმია ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ობიექტების განადგურება. ჩვენ ახლა სადაც ვიმყოფებით, აქედან ძალიან კარგად ჩანს ღაზის სექტორი. დაახლოებით ხოვდათ უნას, რომ გაჩვენოთ რა სიტუაციაა ღაზის სექტორში. აქ მუშაობს არტილერია და ბუნებრივია მუშაობს ავიაციაც. ბოლო ცნობებით, რომელსაც სახალი ავრცელებს და ადასტურებს, გასული 24 საათის განმავლობაში ასობით ობიექტი არის განადგურებული, რომელიც ეკუთვნოდა ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამას და რომელსაც იყენებდნენ ისინი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმისთვის და იერიშების მისატანად და ასევე ცნობილია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰამასის ორი ტერორისტი ლიდერი არის მოკლული, ერთ-ერთი მათგანი არის ჰამასის პოლიტბიუროს ერთადერთი ქალი წევრი და კიდევ ერთი საველე მეთაური. ასევე მძიმე არის ვითარება, ბუნებრივია ჩრდილოეთის მიმართულებით, იქ ლიბანის საზღვარზე მიმდინარეობს აქტიური შეტაკებები ჰეზბოლასთან. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა პირისპირ შეტაკებები და საპასუხო იერიშის შედეგად ისრაელის არმიამ გაანადგურა ჰეზბოლას სამეთვალყურეო კოშკი, საიდანაც სწორედ ტანკ საწინააღმდეგო ჭურვებს ისროდნენ ჰეზბოლას ტერორისტები და აქვე სიტუაციის დამძიმებიდან გამომდინარე ისრაელის არმიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლიბანის საზღვართან, სამხრეთ საზღვართან მოსახლეობის ევაკუაციის არეალი თუ აქამდე იყო 2 კილომეტრი, 5 კილომეტრიან რადიუსზე გაეშალა და კიდევ უფრო მეტი დასახლების დაცლა იგეგმება. ჩვენ ვართ ომში და ეს დიდხანს გაგრძელდება. ომის სამხრეთით და ჩრდილოეთით, ასევე სხვა მხარესაც თუ საჭირო იქნება, თვეები გაგრძელდება. აღდგენითი სამუშაოებით წლებს წაიღებს, მაგრამ როგორც კი აღდგენა დასრულდება, ჩვენ გამარჯვებულები ვიქნებით. მინდა პატიება გთხოვოთ, რომ ვერ გიშველეთ, რომ ვერ დაგიცავით ასეთ დროს, მაგრამ კვირდებით. არ გავჩერდებით, ვიდრე ჩვენი მიწა 100%-ით ედემის ბაღი არ გახდება. ისრაელის საჰარო ძალები ღაზაში მოქმედებენ ტერორისტების წინააღმდეგ, დაზვერვაზე დაღმობით და საერთაშორისო სამართლის და ჩვენი ისრაელის თავდაცვის ძალების ღირებულების შესაბამისად. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ტერორისტები კლავენ არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას ღაზაშიც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ღაზის საავადმყოფოს ისლამური ჯიჰადის რაკეტა დაეცა. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მოქმედებს ჰამასის წინააღმდეგ და არა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ქმედებებს მტრის წინააღმდეგ გაბედულად, შეუპოვრად მტკიცეთ და გადაწყვეტილებით. ამ დრომდე ბუნდოვანია, როდის დაიწყება სახმელეთო ოპერაცია და როდის შევა ისრაელის არმია ღაზის სექტორში იმისთვის, რომ გაათავისუფლოს 199 მძევალი, რომელიც ჰამასის ტერორისტებს ყავთ ტყვედაყვანილი და ცხადია, რომ ამაზე მიმდინარეობს კიდე აქტიური მსჯელობა. საზოგადოება ელოდება ამ ოპერაციის დაწყებას, თუმცა ბოლო ცნობებით მათ შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა დატოვა ისრაელი, გავრცელდა ინფორმაცია თეთრი სახლიდან, რომ მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა და მოლაპარაკებები შეერთებული შტატები და ისრაელი განიხილავენ ალტერნატიულ გზას სახმელეთო ოპერაციისა იმისთვის, რომ თავი აარიდონ კონფლიქტის გაფართოებას და ცხადია უმძიმესი სიტუაცია და ასევე გადაარჩინონ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც ხამასი ამ დრომდე არ აძლევს რეგიონის, სახიფათო რეგიონის დატოვების უფლებას. ცნობილია, რომ ჩაკეტილი არის საგუშაგოები, ერთადერთი რაფახ საგუშაგო, რომელთაც შეუძლიათ ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ისარგებლონ და გადავიდნენ ეგვიპტეში. ეს რაფახ საგუშაგო ამ დრომდე დაკეტილია, ეგვიპტე უარს აცხადებს პალესტინელი დევნილების მისაღებად. ცნობილია მხოლოდ ის, რომ არსებობს შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და ეგვიპტის ხელისუფლებას შორის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, რომ შევიდეს ღაზის სექტორში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები, საკვები, წყალი და ასევე საწვავი. თუმცა, როგორც ცნობილია, პირველი თვითმფრინავები ამ ჰუმანიტარული ტვირთით დაეშვება უკვე პარასკევს, მაგრამ ისევ ბუნდოვანია, გახსნის თუ არა ეგვიპტე ამ საზღვარს. სწორედ აი ამ კონფლიქტის ფართო
გაფართოვებისგან თავის არიდების მიზნით და ღაზაში მყოფი ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რიში სუნაკის შეხვედრებზე. რიში სუნაკის თვითმფრინავი უკვე დაეშვა ისრაელში, ის ამ წუთებში მიემართება იერუსალიმში, სადაც შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და ასევე ისრაელის პრეზიდენტთან. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, ისრაელში ამ მნიშვნელოვან დროს. უპირველეს ყოვლისა, აქ ვარ იმისათვის, რომ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ისრაელის ხალხის მიმართ. თქვენ განიცადეთ ენით აუწერელი საშინელი ტერორისტული აქტი და მინდა იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო და მე თქვენს გვერდით ვდგავართ. პრეზიდენტ ბაიდენთან სამი საკითხი გამოვყავი. პირველი, მოვითხოვე ჩვენი ტყვეების დაბრუნება და ვმუშაობთ ერთობლივად მათ დასახმარებლად და ვიყენებთ ყველა შესაძლო გზას. მეორე, ვიდრე დავაბრუნებთ, მოვითხოვთ, რომ წითელმა ჯვარმა მოინახულოს. მესამე, არ დავუშვებთ ჩვენი ტერიტორიიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სურსათისა და მედიკამენტების სახით. მცველების გათავისუფლება არის ახლა უმთავრესი ამოცანა ისრაელის სახელმწიფოსთვის, რისთვისაც ის მოუწოდებს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გამოიჩინონ თანადგომა და გამოიჩინონ გარკვეული ტიპის კონკრეტული ქმედებები გადადგან აწარმოონ მოლაპარაკებები. ისრაელის ხელისუფლება არც ადასტურებს, არც უარყოფს ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები. უცნობია, რომელ ქვეყნებთან სწორედ მცველების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ გაეროში მაგალითად ბრაზილიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ჩავარდა შეერთებულმა შტატებმა დაადო ამას ვეტო, რადგან ამ რეზოლუციის პროექტში არ იყო მოხსენიებული ის, რომ ისრაელს აქვს საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი სახელმწიფოს დაცვის უფლება. როგორ განვითარდება მოვლენები და იქნება თუ არა სახმელეთო ოპერაციის დაწყების თარიღი ცნობილი, ამას ჩვენ დღის განმავლობაში გავიგებთ. ცოტა ხანში შტეროთში ჩამოვა ეროვნული თანხმობის მინისტრთა კაბინეტის 2 წევრი და გვექნება საშუალებები, რომ ეს კითხვები დავუსვათ.